თავად ოპერაცია აღზევადი ლომი შეიძლება მოუნათლოთ როგორც ისრაელის ბლიცკრიგი ირანის თეოკრატიული სისტემის წინააღმდეგ. მისი მიზანი იყო, რომ ასეთი სწრაფმოქმედებით მოეხდინა დემორალიზება, პარალიზება და დესტაბილიზაცია საზოგადოების და სახელმწიფო სახელმწიფო სისტემის ვერტიკალის ჩამოშლა, თუმცა ირანს აქვს მსგავსი ისტორიული გამოცდილება და მსგავს კრიტიკულ მომენტებთან გამკლავების პრაქტიკაც და ეს არის თეოკრატიული რეჟიმის დამყარებიდან 1 წლის თავზე, როდესაც ირანს ომი გამოუცხადა მისმა მეზობელმა ერაყმა დასავლური ძალების წაქეზებით, სადამ ჰუსეინმა, ეს ომი გაგრძელდა 8 წელიწადი. მაშინ თეოკრატიული სისტემა იყო საკმაოდ მყიფე, საკმაოდ ახალი ირანული საზოგადოებისთვის სიახლე, ისინი ასე ვთქვათ, ძალაუფლებრივ რესურსებს ბოლომდე ვერ ფლობდნენ და მაშინაც ცაიტნოტში ჩააყენა ერაყმა დასავლური ძალების გავლენით თეოკრატიული სისტემა, თუმცა მაშინაც აი ამ ახალმა სისტემამ მოახდინა მობილიზება და წინააღმდეგობის გაწევა და ირან-ერაყის ომი გახდა იმის განსაზღვრელი, რომ თეოკრატიულმა სისტემამ მოახდინა ლეგიტიმაციის მიღება საზოგადოებისგან, მობილიზება და სახელმწიფო ვერტიკალის გამყარება შემდგომში და შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ირანში დღემდე რომ არსებობს თეოკრატიული სისტემა, არის ირან-ერაყის დამსახურება, რადგან მაშინ მოხდა ეს ამ თეოკრატიული სისტემის გარშემო საზოგადოებრივი მობილიზება და გაერთიანება. თუ მაგალითად ჩვენ წარმოვიდგენთ ალტერნატიულ ისტორიას და ერაყი მაგალითად არ დაესხმებოდა ირანს თავს, მაშინ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგებოდა თეოკრატიული სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სისტემა იყო საკმაოდ სიახლე ირანული საზოგადოებისთვის, შეიძლება მას არ ჰქონდა დიდი ესეთი თუნდაც ლეგიტიმაცია მოწონების გარკვეულწილად ინდექსი, გამომდინარე იქიდან, რომ რევოლუცია, რომელიც 1979 წელს მოხდა შაჰის წინააღმდეგ, არ ყოფილა ექსკლუზიურად სასულიერო პირების და სასულიერო ძალების აიათოლების რევოლუცია, ეს იყო საზოგადოების საკმაოდ ჭრელი პალიტრა, რომელმაც აი ეს რევოლუცია მოახდინა, განსაკუთრებით ეს იყო ურბანული ნაწილი ირანის ახალგაზრდები, სტუდენტები, მემარცხენე ჯგუფები, რომლებმაც აი ეს მუხტი მიცეს მაშინ ამ რევოლუციას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ ირანში არ არსებობდა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტული ასე ვთქვათ ინსტიტუტები, კონკრეტული პარტიები, გამომდინარე იქიდან, რომ შაჰს ეს ოპოზიციური დაჯგუფებები ყავდა განეიტრალებული, მაშინ ეს ლიდერშიპის ვაკუუმი შეავსო აი ამ აიათოლებმა და კონკრეტულად იმ პირმა, რომელმაც პირველმა გაუწია წინააღმდეგობა ირანის შაჰის რეფორმებს 1970-იან წლებში და ირანის მაშინ შაჰის რეპრესიების პირველი მსხვერპლი იყო გულისხმობ აიათოლა რუჰოლლა ხომეინის, რომელიც ასე ვთქვათ გააძევეს ირანიდან, გადასახლებაში ცხოვრობდა ჯერ ერაყში, შემდეგ საფრანგეთში და ეს ლიდერშიპი შეავსეს აიათოლებმა და კონკრეტულად მაშინ ხომეინიმ და ეს რეალურად იყო გარკვეულწილად სპონტანური პროცესი მაშინ და როგორც ვახსენე, აი ერაყის ომმა მოახდინა აი ამ სისტემის მობილიზება, შენარჩუნება, ლეგიტიმაცია